ეკლახი მშაშვილი 8 წლის. სწავლობ ევრო 2000-ში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა და კითხვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ ცერულში. მახსოვს პირველი დღე ცერულში რომ მივედი. ხოლო ერთ ბავშვი ცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებლები, მე ბავშვები და მე დავიწყე ვარჯიში. თავიდან ყველაზე რთული იყო ტრიალი. ყველაზე ადვილი იყო ფეხის წვერებზე დგომა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულური. ჯერ კონცერტი არ მქონია და ივლისში მივდივარ პირველ გასტროლზე. ბაკურიანში მივდივარ და ძალიან მიხარია ეს ამბავი. ჩემი ქორეოგრაფებია დიანა და ნუკრი მასწავლებელი. ნუკრი მასწავლებელი არის ცოტათი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. დიანა მასწავლებელი არის ძალიან ლამაზი და მხიარული. მე მინდა ჩემი პირველი კონცერტი მქონდეს პარიზში. მაგ კონცერტზე ბილეთი ეღირება 200 ევრო. მე ვფიქრე რომ მქონდეს თვითონაში დავჯაშნიდი ბიზნეს კლასს და გავფრინდებოდი საფრანგეთში. პირადად შემცის ვიყიდი ბათუმი მოლს. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და უკრავ პიანინოზე. ჩემი მუსიკის მასწავლებელი არის ლიანა შავთვალაძე. ძალიან თბილი მასწავლებელია და ზოგჯერ მეხუთება. პიანინოს გარდა კიდე მინდა უკრავდე გიტარაზე. მუსიკალურში დავდივარ გუნდშიც და სიმღერა ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერაა საბინა კარპეზენის ესპრესო. Noites pivinha words lekisizor sikisi enia roses. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან მეგობრული კლასები მყავს და ერთგული მასწავლებელი. ჩემი კლასში ყველაზე მხიარულია კატო მახაძე. ყველაზე ჭკვიანია ნინა გუბაძე. ყველაზე მშვიდია მარიამ პაიჭაძე. ყველაზე ბედნიერი არის ნუცა რესულიცი. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაგული მელაძე. იმიტომ რომ ძალიან თბილია, ერთგულია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. კიდე იმიტომ რომ ძალიან უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბორდგამცლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი დაწყებითების მასწავლებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი და ძმა. მე და ძმა აღარ მინდა. იმიტომ რომ ესენი ყოფნიან ნერვების მოშრელად. ჩემი და არის 10 წლის და ქვია მარიამი. ის არის ჭკვიანი, ლამაზი და ცოტათი ნერვების მოშრელი. ნერვებს მაშინ მიშლის, როცა ჩემ ნივთებს იღებს. ჩემი აზრით მარიამი რო გაიზრდება, გამოვა პილოტი. ჩემი ძმა არის 2 წლის და ქვია გაბრიელი. გაბრიელი არის ცელქი, კეთილი და მავნე. ის ალბათ გამოვა მეცნიერი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და უშიშარი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ წყბილ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ცოტათი მკაცრი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. სხვადასხვა მე ზოგზე ვაკეთებ გემრიელ საჭმელებს. ყველაზე კარგად გამომდის ბლინების გამოწყობა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დოგმენი. მე მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი კარგი გოგოს თავგადასავალზე. ეს კარგი გოგო რა თქმა უნდა იქნებოდი მე. ჩემი საყვარელი ფილმი არის მოანა. ბავშვობაში მინდოდა ყოფილიყავი რაპუნცელი. ჯაზური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ჩემ და ძმას. ნერვებს კი მიშლილა, მაგრამ ისე ორივე ძალიან მიყვარს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ალანიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. თეკლა რომ არ მექოს, რა მექვეოდა. მე თეკლად დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ თეკლა რომ არ მექოს, ალბათ მერქვეოდა მარიამი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასე შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16. ბედნიერება არის დიასახლისობა, სიკეთის გაკეთება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.